გამარჯობა, როგორც წინა ვიდეოში აღნიშნეთ, დღეს პასკები უკვე ჩვენი ოჯახისთვის ცხება, რაც საშუალებას მაძლევს უფრო დეტალურად გაჩვენოთ, რა პროცესს გადის პასკა, სანამ გემრიელად მისაღები გახდება. როცა სოფელში ჩამოვდივარ, ერთგვარი პაპარაცის როლი მაქვს. თუ კი დაემთხვა და ქალბატონები ერთად შეიკრიბნენ, ყოველთვის ვცდილობ მოულოდნელი ფოტოები გადავიღო და როცა ვნახავ დაბეჭდილი ვაჩვქო. ამით მეც ძალიან ბედნიერი ვარ და ისინიც. მგონია მსგავსი ქმედებით დრო ჩერდება. და ამ ფოტოების ნახვის შემდეგ იქიდან გრძელდება. ფურნე დილიდან არ ცდება. დღეს ჯულიბიცოლა აცხობს პირველი. პასკის ცხობა ყველა ოჯახში რიტუალივითაა, რომელშიც ყველა ოჯახის წევრია ჩართული. ყველა იმ საქმეს აკეთებს, რაც გამოსდით და რაც შეუძლიათ. ესაა საქმე, რომელსაც ხელს არავინ კიდევს თუ დარწმუნებული არ არის, რომ კარგად გამოუვა. ჯულიბიცოლას პასკები მალევე გამოცხვა. ამასობაში ჩვენ დავიწყეთ მზადება. წელს ჩემი და განსაკუთრებულად არის ჩართული ამ საქმეში. იმის და მიუხედავად, რომ არ იცის როგორ გამოუვა. ყველას თავისი რეცეპტი აქვს პასკის ნებისმიერი საკვების მომზადების. ეს ჩვენი ოჯახის ტრადიციის არის დედამთილის და დედაჩემის. დავიტოვეთ, გამართლებულია. საუკეთესო გამოდის, უგემრიელესი გამოდის. ვისაც ეჭვეპარება, მობრძანდეს და აგემოვნოს. ცომთან ურთიერთობა ჩემი ძლიერი მხარე არასდროსაა, მაგრამ როდესაც ჩემი დაერთვება საქმეში, მგონია შეცდომები მარტივად მეპატიება და მარტივად გამოსწორდება. ამიტომაც ჩემი შესაძლებლობების მოსინჯვა მეც დავიწყე. ალბათ გონიათ რაიმე უფრო რთული საქმით დავკავდებოდი, ვიდრე ის იყო, რაც გავაკეთე. დღეს ჩემი მთავარი მისია ინგრედიენტების ჩასხმა და ჩაყრაი, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ცომი ჩემი გემოვნებით შენელდა. ეს იყო ზეთი, რომელიც თბილისში ციტრუსის ბაზარზე დავაყენე. სუნის საოცრება ქონდა, მაგრამ ისეთი ეფექტური არ იყო, როგორცაც მადლობა შესაძლებლობებისთვის. ამ ენერგიისთვის, ამ დოვლათისთვის, ამ ბარაქისთვის. აი რომ ამბობენ ხოლმე რომ ხალმა არ უნდა ილაპარაკოს, როცა ზილობს, თუ ეგეთი რაღაცები. ეგ არის, მაგ პრინციპით მივყვებით ჩვენ პასკის ცხობის რიტუალს. არ უნდა ილაპარაკო კი არა, დედას უღმერთ მადლობები უნდა უხადო პასკის კეთების დროს, ყველა საქმიანობის დროს. რატო არ უნდა ილაპარაკო, ვერ გავიგე. სიკეთე და სიყვარული აფრქვია და ილაპარაკე. საჩემო პასკა ყოფილა, საჩემოდ ყოფილა პასკის მოზენება. მადლობები უხადე უხადე და როგორ არ შეიძლება. რავი, ჩემი არ გამიგია ეგეთი რამე. არ გაგიგეთ ვარ გაწყობს. დიდი ხნის მოცდის და ზელვის შემდეგ პასკა ამოფუშფუშდა. დედამ ქიშმიშები დაამატა და რამოდენიმეჯერ ჩაზილა. ყველა ლუკმა იყოს სამკურნალო სულისა და ხორცისა. ამასობაში ჩემი პატარა დეიდაშვილებიც მოვიდნენ. კი, ძალიან პატარა. ამაზე ნაკლები ბიჭი არ მიიღება ბარბარასთვის. Period. რამდენი ხარ სიმაღლეში? 90 პლუს. 95-ია თუ? არა, 95 არა. შენ რამდენი ხარ ბარბარა? 78. ხო, რა? ჩემი ლილიპუტები. დღის გეგმა შესასრულებელი ნამდვილად არ დამრჩა. ბინგოკი ჩემი აგრესიული სიყვარულის გამოხატულებას ვაჟკაცურად უძლებს. ამასობაში ჟარონების შევსება დაიწყო. როგორც ხედავთ, ცომთან დედა და ჩემი და მუშაობენ. პასკის სიყვარულზე წესით არ უნდა დაობდნენ. ზოგს მძიმე უყვარს, ზოგს ნოტიო, ზოგს გამომშრალგულიანი, მაგრამ პირადად მე თუ მკითხავთ, პასკას უნდა ქონდეს ბევრი ქიშმიში და ბევრი წუკატები. ხოლო პასკის სურნელი მთელს ოთახში უნდა ტრიალებდეს. ამაში თქვენ კი არა, ჩემი ოჯახის წევრებიც არ მეთანხმებიან. მაგრამ ყველა სურვილი ყოველთვის გათვალისწინებია. გამონელებული ფურნე კვლავ ახლიდან ინთება. რადგან ჩვენთვის ვაცხობთ პასკებს, უკვე თამამი ვარ. გადამწყვეტ მომენტში ამბიცია მიჩნდება, მაგრამ მაგრამ აი უსმინეთ. ეს ცეცხლი მე დავანთე. ფურნეს გახურება და პასკების ჟარონებზე ამოფუება სინქრონულია. ხოლო როცა ფურნეში შეშა დაიწვება, მაშინ პასკები მზადდება შესასკუპებლად. წავიდა ლამაზები.
ასე გამოიყურება გამოსაცხობად შესკუპებული პასკები. ჩვენ კი ეს ხა დაგვრჩენია დავეყოთ. ჩემს ოჯახში კვერცხი ყოველთვის წითელ პარასკევს იღებება. გატეხილი კვერცხი კი ყოველთვის მოგებულისაა. არის 75-ი ბარბარა. სანამ ჩვენ ვადგენდით ვისი კვერცხი გატეხავდა ყველას, იქამდე პასკებიც გამოცხვა. ახლა უფრო დამძიმდა და გაიჟღენთა ჰაერი ლიმნის, დარიჩინის და კაკლის სურნელით, რომელსაც უფრო განსაკუთრებულს ის სიყვარული ხდიდა, რომლითაც ეს გამოვაცხეთ. დეგუსტაციის პროცესს მე ვიწყებ, რადგანაც ყველა მიცის, რომ ემოციები ეგრევე სახეზე მეტყობა. ჩვენი პასკა ასე სათითაოდ იშლება. ის, რაც გვინდოდა, ნამდვილად მივიღეთ რეალურად. დღევანდელი დღეც ასე მხიარულად და გემრიელად დასრულდა.